მე ვარ დამიან ჯაბინიძე 7 წლის. ვსწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. მე უკვე მეორეჯერ ვიწერები რჩეულ თაობაში და უფრო პოპულარული გავხდი. ქუჩაში რომ მივდივარ, ყველა მემიყურებს და მცნობს. ალბათ გულში ამბობენ, ეს ის კარგი ბიჭიაო. აქ ყოფნის შემდეგ ჩემ ცხოვრებაში რაღაცეები შეიცვალა. მაგალითად, შევედი ცეკვაზე და ფეხბურთს. ცეკვავ ანსამბლ ლომსიაში. ცეკვაზე რო შევსულიყავი, ყველას უნდა და ჩემს გარდა. მაგრამ მე მეც მიყვარდა. პირველ დღეს გავიცანი მასწავლებლები, ბავშვები და მე დავიწყე ვარჯიში. თავიდან შევადარებით გამიჭირდა ახალი ილეთის სწავლა. ყველაზე ადვილი იყო ფეხის წვერებზე დგომა. ყველაფერში წარმატებული ბიჭი ვარ და არ გამიკვირდა, რომ აღმომაჩნდა ცეკვის ნიჭი. ჩემი საყვარელი ცეკვაა რაჭული. საყვარელი ილეთია ეს. აღარ ფეხების უნდა დაახმარო ამას. ჩემ ქორეულ კრაპს ქვია ნინო. ძალიან კარგია და არასდროს არ ყვირეს. იცის, მაგრამ ზოგჯერ ძალიან თუ გაბრაზებს, მარტო მაგ შემთხვევაში. ზოგჯერ მიყვარს ცეკვობა და ნინო მასწავლებლის გაბრაზება. მაგრამ მაინც უყვარვარ და სულ მეხუტება. ლომსიაში ბიჭებიც ცეკვავთ და გოგოებიც. ჩემი აზრით ბიჭები უფრო უკეთესად ცეკვავთ. იმიტომ რომ გოგოები სულ დახტიან აქეთ-იქით და ხანდახანთები ეხსნებათ და სულ იკრავენ და დრო გადის ამაში. წინა ჩაწერაზე შეყვარებული არ მყავდა, მაგრამ ეხლა ერთი გოგო მომწონს. საერთოდ გოგო უნდა იყოს ჭკვიანი, ლამაზი და მოწესრიგებული. ახაზულსაც მყავს ასეთი კარგი შეყვარებული. მე უთხარი მიყვარხარ და მოსაფიქრებლად მივეცი 3 თვე. ჩემი აზრით ყველაფერი კარგად დაეწყობა და ზღაპრის ბოლოს კეთილია. ხოთა შორის ავიხდიდე ჩემი ოცნებაც და ფეხბურთზეც შევედი. უკვე რამდენიმე თვეა ვთამაშობ დუეტს ჯორჯიაში. ვარ მარცხენა თავდამსხმელი. წვრთნელები დამაკვირდნენ და პოზიცია ისე შემირჩიეს. ადრე ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო ჟირო და ეხლა მიყვარს რაფაელ ლეაო. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ გამოსულიყავი ფეხბურთელი. ადრე მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. ყველა ისე მიყვარს, როგორც ადრე მიყვარდა. ყველა ბავშვი მეგობრობს და ძალიან კარგი გარემოა. მე მინდა გავიცნო ჩემი სკოლის დირექტორი. პირველ ნახვაზე ვიტყვი, რომ ყველაზე კარგი ბიჭი ვარ ამ სკოლაში. მე რო ჩემი სკოლის დირექტორი ვიყო, დასვენებას გავუსრდიდი 5 წუთით. კიდევ ბუფეტში დავამატებდი კოკა-კოლას, ვანას, ხინკალს, მწვადს. რესტორანში მიყვარს სიარული და ხინკალსაც ვჭამ კიდე. მაგარ ნირზავზე შემიძლია შევჭამო 10 ცალი ხინკალი. იმიტომ რომ ერთხელ შევჭამ 8 ხინკალი და ორსაც დავამატებდი. 3 თვის უკან ლანჩხუთში ერთ სუფრაზე არაყის დალევა მომიწია. ორეჯერ გადავლია ცოტა დაუთვერი, მაგრამ თავი არ შემირწყვენია. ღიღინით წავედი და დავიცი. ახლა მთელი სოფლიოს ბავშვები მიყურებდნენ, ვეტყოდი რომ დედას დაუჯერონ, მოусმინონ, დავალებების კარგად ისწავლონ და სკოლაშიც კარგად ისწავლონ. მშობლებს ვეტყოდი, რომ ნუ ახლა ცოტა ხანი მშობლებმაც უნდა დაუჯეროს შვილებს რასაც თხოვენ და სურვილებიც უნდა აუსრულოს, მაგალითად რაღაც უნდა უყიდოს, უნდა გაართოს, უნდა ითამაშოს და ასე შემდეგ. მე ძალიან მიყვარს დედაენა და საქართველო. საქართველო იმიტომ შემიყვარდა, რომ დამოუკიდებელიც არის და რუსეთი ვეღარ ებრძვის. მე ვარ პატარა ქართველი ვაჟკაცი ბიჭი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია პინოქიოს თავგადასავალი და პეპე გრძელწინთა. და ეხლა ვკითხულობ ჩიპოლინოს თავგადასავალს. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი სამშობლოს. ჩემი საყვარელი ფილმი არის მამიკოი. აქ ფილმში მინდა ვითამაშო მამიკოს როლი. მე ვარ კარგი შვილი და პირობას ვსდებ, რომ ვიქნები საუკეთესო მამა. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს გაუჩინარების ძალა და მშობლებს ვეთამაშო დახუჭობა. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მე მაგალითად კოსმოსში გავფრინდებოდი მამასთან ერთად. ბედნიერება არის ლამაზი შეყვარებული და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი. შეიძლება მესამე დილას მოვიდე თქვენთან?